მაიორო, სერჟანტთა მომზადების ცენტრში მიმდინარეობს გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები. ცენტრის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დავითაძე. თავისუფლად. თავისუფლად. აბა, როგორ კარგად. ეხლა ამ წუთში ეხლა ფუნქციები წვია. მიმდინარეობს ზანების დამუშავების სვანები აკეთება. რას მეორე ბატალიონის მეთაურს გავაცნოთ მიღებული ამოცანის ანალიზის ბრიფინგი რათა ხელი შეუწყო. შეეცადენ ორიენტაციისთვის უშუალოდ ბატალიონის ფლანგში შემოსვლის მივყვებით უბრალოდ შეიძლება რაღაც ისეთი ტერმინი ვიხმაროთ ან რაღაცა. ხო, ანუ ძალიან ჩვენც ასევე უკვე არის შემოთავაზებული. ვისურვი პირველი არის უმთავრესი როგორ საცხარო ეს თანამშრომლობა ახსება და ჩვენ მიმართულებით. თუ თქვენგან ვინმე დაგვიკავშირებთ ნახავთ მაგრამ ერთი არის რომ საინტერესო გახადოს თქვენთვის ჩვენთან სტუმრობა. არც ის არა კონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი სერჟანტთა სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს, ვესწრებოდი სამეთაურო საშტაბო წვრთნას, რომელსაც ახორციელებდა საშტაბო სერჟანტთა კურსის წევრები, წარმომადგენლები. ძალიან გაყოფილი ვარ, ვინაიდან სერჟანტებმა არანაკლებ ოფიცრებზე გაართვეს თავი მათიაში დასულ ამოცანას. ეს ნიშნავს იმ ზარდ ცოდნაზე, რასაც იღებენ სერჟანტები, რაც ძალიან გამოგვადგება შემდგომ უკვე შტაბების მუშაობაში. ხოლო საბოლოო გატესტვა აღნიშნული მიღწევების იქნება, რა თქმა უნდა, მთავარსწავლებაში, რომელიც დაგეგმილია და რომელსაც დიდგორი ჰქვია. ასევე ძალიან გამიხარდა და მქონდა სიამოვნება შევხვედროდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. სერჟანტთა სკოლას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მათთან. ისინი მუდმივად კონტაქტში იმყოფებიან ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებთან, ხდება გაცვლა, ლექციების ჩატარება სხვა თემატიკაზე და რაც მთავარია, ქართველ სტუდენტებიდან ჩანს ძალიან დიდი დაინტერესება საერთოდ ზოგადად სამხედრო საქმის მიმართ და ასევე ამ სკოლის მიმართ. დღეს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სტუმრობდა. ბატონი გენერალი ხშირად არის ხოლმე პერიოდულად ამოწევს სასწავლო პროცესს. დღესაც მორიგი ვიზიტი იყო. ის დაესწრო სამეთაურო საშტაბო კურსის ბრძანების გაცემის ფორმატს. ერთ-ერთი საჩვენებელი სწავლება იყო, სადაც მას სრული წარმოდგენა დარჩა თუ რა ისწავლება და როგორ ფლობენ ბატონის სერჟანტები მართვის პროცედურებს. ასევე 20 იulis კურსზე, შუალედურ კურსზე დაესწრო ანალოგიურ სწავლებას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესთან არის დაკავშირებული. ამ ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელიც დღეს ასევე გსტუმრობენ, მათთან ჰქონდა გასაუბრება და რაც მთავარია, მომავალ გეგმებზე მივიღეთ გარკვეული მითითებები, ასევე ჩვენგან მიიღო გარკვეული მოხსენება, რაც დაგვეხმარება მომავლის დაგეგმვაში.